დღეს ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატი ვარკეთილში ოლიმპიურ სოფელში იმყოფებოდა. ნიკა მელიაკ მარათონს შეუერთდა აქციაში სკოლის მოსწავლეები და ის ბავშვები მონაწილეობდნენ, რომელთაც განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროებათ. გარბენი მიზნად ისახავდა სოლიდარობის გამოცხადებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისადმი და კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, როგორც ასეთი არ არსებობენ, მათ აქვს თანაბარი უფლება იყვნენ ინტეგრირებულნი ყველა სპორტულ აქტივობაში, ისე როგორც ჩვენ გვაქვს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ დედაქალაქში იმისათვის, რომ მათ ეს პირობები შეუქმნათ. არა მხოლოდ სპორტული აქტივობებში იყვნენ ჩართულები, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავიდან ბოლომდე იყვნენ ინტეგრირებულნი. როგორც ჩვენ ყველა დანარჩენი ადამიანი. თბილისის ოლიმპიური ქალაქი პროექტის პარკში ჩატარდა მარათონი, რაც ემსახურება იმას, რომ ეს სახელი დაამკვიდროს, რომ თბილისი არის ოლიმპიური ქალაქი, გარდა ამისა სიმბოლურად დაემთხვა იმ დღეს, სადაც სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების სოლიდარობის ნიშნად დარბიან სხვადასხვა ქვეყნებში და შესაბამისად აქაც მივიღე მონაწილეობა ამ ღონისძიებაში და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და პროპაგანდა. შეზღუდული მქონე ბავშვებს ვეხმარებით აქ და გვინდა მომავალში რომ ისინი ჩვენთან ერთად დარბოდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ, ჩვენ გვერდზე იყვნენ და გააგრძელონ ისეთი ცხოვრება როგორც ჩვენ ვართ. ჩვენ შეგვიძლია ესეულ და მათაც უნდა შეეულოს ანალოგიური ჩვენთან ერთად და იყვნენ ჩვენს გვერდზე.